ვიდეოს, სადაც ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა შედიან რამოდენიმე ნაბიჯით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ეს არადასტურებს არც ძალადობის ორგანიზებას, ელემენტარული არავის მართ მოწოდება არ ყოფილა რომ მათმა გაყოლოდათ და არადასტურებს არც მათი მხრიდანაც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავების მცდელობას, იმიტომ რომ თუკი ღობე მორღვეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში გადასვლა და უკან გადმოსვლა, განსაკუთრებული ძალადობით პოლიციელებზე თავდასხმის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღკვული იყოს, რომ ვინმე სურდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დაკავება. იქ იქნა განმარტება გაკეთებული, რომ ხალხი უკვე შესული იყო ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, ამ ადამიანებმაც ჩათვალეს საჭიროდ, რომ შესულიყვნენ, ენახათ რა ხდებოდა და შესაბამისად თავად პროკურატურამ წარმოადგინა, რომ რამდენიმე წუთში ეს ხალხი გამოდის უკან, განსაკუთრებული დაზიანებების გარეშე, რაც მიანიშნებს, რომ მათ რაიმე შეტაკება პოლიციელებთან არ ქონია. ირაკლი ნადირაძის და მურთაზ ზოდელავას კადრი ხო ნათელყოფს არავითარი შეკავშირება მოქალაქეებსა და ორგანიზატორებად მიჩნეულ ადამიანებს შორის რაიმე გეგმის დასახვა და ამ გეგმის შესაბამისად მოქმედებას ადგილი არ ქონია. როცა მივდივარ, მე ჩემი პასუხისმგებლობით მივდივარ, როგორც ერთი მოქალაქე, რომ ჩემი წილი საქართველოს დიახ რუსთაველზე 4 ოქტომბერს დავიცვა და არ ვაპირებ ამ პასუხისმგებლობის ვინმესთვის გადაბარებას. ესე უნდა დავინახოთ ეს პროცესი. არ შეიძლება რომ აი პაატა ბურჭულაძეს დავკიდოთ მარტო ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, ან ლევან ხაბეიშვილს, არა, ყველა ერთად გმით იმ გამარჯვებას, რომელიც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს და როგორ უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს გეგმა, ნამდვილად არსებობს გეგმა. და თქვენ ნახავთ, რომ ეს გეგმა არის მშვიდობიანი ხელისუფლების, მშვიდობიანად ცვლილების გეგმა. ამ ნაწილში არა მხოლოდ ჩემი განცხადება, არამედ საქმეში წარმოდგენილია დაცვის ხარის მიერ ვიდეო მტკიცებულება, რაზეც პროკურორი დღეს დამეთანხმა, რომ თქვენს გაქვთ წარმოდგენის სრული ვერსია, სადაც საუბარი მიდის, რომ რეალურად ამ აქციის ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ბრალდების მიერ ორგანიზატორებად არის მიჩნეული, ეს ადამიანები არიან ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი, ვისაც საქართველოში უნდა ხელისუფლების ცვლილება. ამავე ვიდეოებში მკაფიოდ და არაერთგზის ისმოდა, რომ მშვიდობიანად უნდა მოხდეს ცვლილება. შესაბამისად, პაატა მანჯგალაძის ნაწილში არც 19-222 შემადგენლობა არ არსებობს. სუსი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა, რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ ისინი. თუმცა ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ 4-ში გამოვიდეთ, რაც შეიძლება ბევრი, ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებით არ დასტურდება არამის ორგანიზება, არ დასტურდება არანაირი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, ჩემი დაცვის ყოფილი პირის მხრიდან და არც იმ ხუთეულის მხრიდან, ვისაც ორგანიზება აქვს ბრალად წაყენებული. წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები ადასტურებს მხოლოდ იმას, რაც საზოგადოებას ისედაც ნანახი აქვს, რომ იყო მოწოდება თვეების განმავლობაში საზოგადოების მიმართ შეკრებილიყვნენ და გამართულიყო მშვიდობიანი აქცია.